დღეს მაქვს უზარმაზარი ამანათები 10 ცალია, მაგრამ მე მგონი უფრო მეტი ჩანს 10 ცალია დამიჯერეთ სიტყვაზე და ვიდეოშიც ნახავთ. ეხლა მე გადავალაგებ იქით და დავიწყოთ. ნახეთ რა მხელებია, აქ უეჭველი მაგარი რაღაცები ამოვა. ძალიან კაი რაღაცები უნდა მოვიდეს ეს. უბრალოდ სადავალაგო არ ვიცი, ალბათ გამოდენიმეს დაბლას დავდებ. და მე დაბლიდან ამოვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდებია. ხელში შეგვჭა ეს. სანამ ვიდეოს დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, ამანათების განაზრების კომპანია, რომელიც მეხმარება ამანათები ჩამოვიტანონ პოლონეთიდან საქართველოში. ეს ამანათები ჩამოვიდეს პოლონეთიდან. საკმაოდ კარგი ტარიფი აქვს, ძალიან სწრაფად ჩამოვაქვთ და ნუ დანარჩენი დეტალები შეგვიძლიათ მათ პირად გვერდებზე ნახოთ. ეს არის მათი Facebook-ი, ეს არის მათი TikTok-ი. მოდი ახლა ვნახოთ რა დებს ამაში. ძალიან საინტერესო იქნება, დიდ ნივთებში ყოველთვის კაი რაღაცები ამოდის ხოლმე ჩემი აზრით. ესეც პირველი ნივთი, რომელსაც ესეთი ჩანთა აქვს, ჩანთასავით არის უკვე. არა წერია რა არის. აბა ვნახოთ რა არის. რა არის და დამტენი რატომ მოყვათ ან მანქანის შესაერთებლით არ ვიცი. ჯერ კიდევ ვხვდები რა შეიძლება იყოს. კაი, გავხსნა და ვნახოთ. მე მგონი ეს არის ხერხემლის მასაჟორი. ვწდები ეგ უნდა იყოს. ან კისრის მასაჟორი. ეს არის კისრის მასაჟორი. აქ მასაჟორის ისინი აქვს. ნახეთ, საკმაოდ მძიმეა. შიგნით ზმეიკა აქვს. კაბელი რო დაიტენოს და ეს მოყვება თავისი დამტენი. მანქანის აყოფილა თავისია. ძალიან ბევრი დამტენი აქვს. მანქანაზეც იტენება. ესე გამოიყურება მეგობრებო. ეს ტყავია. ეს იტენება თუ პირდაპირ დენის წყაროზე ირთვა, მაგას ვერ ხვდები. ინსტრუქცია კი არა, მთელი წიგნი მოყვა. რაღაც ძალიან ისეთი ინსტრუქცია მოყვა, რომ ალბათ ვიღაცები აღასწორად იყენებდნენ ხოლმე და სტოპ აწერია დიდი ასოებით. ალბათ რაღაც ისეთია. ხო, ეგ არის, ამასო წაიკითხავ, მე ეგრეს ოდინება რა შვება და როგორ შვება. სადღაც აქვს თურმე დასაჭერი, სადაც ირთვებაო. სადაც ქაღალდი აკვია სავარაუდოდ. ხო, აქ აქვს ქაღალდი აკვია. მოხდათ ეს ქაღალდი დიდი ამბავი. ხო. ამ ქაღალდზე აქვს ჩართვაც. სავარაუდოდ დენის წყაროზე უნდა იყოს შეერთებული. ხო, დენის წყაროზე უნდა იყოს შეერთებული, რომ იმუშაოს. მართალია, გიმასაჟებთ კისერს. აქ რაღაც ფუნქციები აქვს ჩართვასთან ერთად, ნახეთ, ჩართვა, ტალღოვანი, გამეორება და რაღაცები. საკმაოდ კაი რაღაცა ჩანს, მძიმეც არის და აქ ისეთი რაღაცები აქვს, ესო კისერზე ესეთ რაღაცებს დაიწყებს, უკვე წარმომიდგენია რა იქნება, იმიტომ რომ ბევრი ესეთი მგვალი რაღაცა აქვს შეგნით, აქაც და აქაც. რავი, კაი რაღაცა არის, ხო თქვი, ესეთ ამანათებში, დიდ ამანათებში ყოველთვის კაი რაღაცები ამოდის. ეს ძალიან კაი რაღაცა არის. უბრალოდ მე არ მაწუხებს არანაირი კისრის პრობლემა, არ დამჭირდება. არც მიყვარს მასაჟები და რაღაცეები. ამას გავტესტავთ და დიდი ალბათობით წავა გასაყიდად. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ იმ ნივთებისთვის, რომელსაც არ ვიტოვებ და რომლის გაყიდვაც მინდა, გავაკეთე საიტი დაკარგული ამანათები.g. ამ საიტზე გადახვათ, დააჭერთ ნივთების კატალოგს და განახებთ იმ ნივთების სიას, რომელიც იყიდება. თითო-თითოდ იყიდება, იმიტომ რომ თითო-თითო ნივთები ამოდის. ერთნაირი ნივთი არ მომსვლია არასდროს. ამ საიტზე შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ყიდვის და იკავშირდებათ ოპერატორი, დეტალებს მე უკეთესად ჩაიწერს, უკეთესად შეთანხმდებით მიწოდებაზე, თბილისის მასშტაბით მიწოდება არის უფასო. რეგიონებში მოვიფიქრებ, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. ასე რომ ესტუმრეთ ამ საიტს. შემდეგ ისო დიდი ამანათია, ნახოთ, მოდი ხელით გახსნას ვეცდები, გავხსენი. რაღაც ნაჭერია, ეს ფარდები ხომ ზიზღება, აი შემზიზღდა უკვე და იმედია ეს ფარდა არ არის. ეს რა არის, რაღაცა ძალიან უცნაური ფორმის რაღაცა მოყვა და ძალიან არ მომწონს. ფარდაა ვითომ ხელო? ფარდა არ არის. ესეც თავისი ყუთით გამიჭრია, მოკლედ უკვე ზედმეტები მომდის. თავისი ლამაზი ყუთი იყო და ესეც მივაჭერი. ეს არის სავარძელზე გადასაფარებელი. სავარძელს ეფარება თავიდან ბოლომდე ზემოდან. ძალიან კარგი არისო ბავშვებისთვისო, ძალიან კარგი არისო ბუმბუს აღიკრავსო და რავი, ძალიან ბევრი პლუსი აქვსო. აი აქ არის ჩამონათვალი ამ ყველა პლუსის. ეს არის, ანტი რაღაცაო და ესეც ეგ არის. კაროჩე ესეც არ მგონია ეს მე დავიტოვე, იმიტომ რომ არა მაქვს ფიზიკურად ესეთი დივანი. მატერია ისეთი რბილია და ისეთი კარგია, ვერც კი წარმოიდგენთ. ნახეთ ამ ხელა რაღაცაა. ეს ნუ ჩამოვაცვა ზემოდან, როგორც მიხვდი იმას დივანს. ზომები არა წერია, მეგონა ზომები ეწერებოდა. მაგრამ ნუ სტანდარტ დივანი ყველა სტანდარტულია. სავარაუდოდ იწელება კიდევაც ეს და ალბათ ყველაზე ჩამოეცნება აბსოლუტურად. არაუშავს ნივთია რა, ეს უეჭველი გასაყიდად საიტზე დაიდება. რვიმე საიტის გარეშე თუ გნებავთ და გადასვლა არ იცით ან ვერ ახერხებთ ან რამე, კომენტარებში დაწერეთ ხოლმე რომელიმე ნივთი რომელიც გნებავთ და ამ შეგეხმიანებით ან ოპერატორის შეგეხმიანებათ ჩემი. შემდეგი არის ეს რბილია, ყველა თითქმის რბილი არის და რაღაცა სასწაულები ამოყვა ხა ამაში დაწუნებული ვარ. ტომბარაა რაღაც. ამას გაჭრა მომიწევს სავარაუდოდ, მაგრამ ისე გავჭრება მე ჩავიდე შიგნით ეს. ტომბარაა და ამ ტომბარაში კიდე რაღაც დევს. საძილე ტომბარაა თუ ავწდები. ხო,
საძილეთო მაგრამ. საძილეთო მაგრამ გავუშვით მეგობრებო. ძალიან ნუ ფერი ცოტა ისეთი აქვს მე არ მომწონს ეს ფერი მაგრამ ძალიან ლამაზია აი ხა ამის უკან ჩადება აი არ ვიცი ზომა არ ვიცი ზომა და წონა თუ აქვს აი აქ წერია საიზი 180 პლუს 30 გამოვლებული 90-ზე წონა არის 1.35 კილოგრამი კომფორტული ტემპერატურა 10-დან 20 გრადუსამდე ექსტრემული ტემპერატურა 5 გრადუსი და ანტი რაღაცა პოლიესტერი თუ რაღაცაა ნუ ყველაფერი აბსოლუტურად წერია აქ მე ვიდეო დააპაუზეთ თუ გნებოდა ნახეთ ეხა ამის დამკეცავი მე არა ვარ დროებით გადავდე ფიქითკენ და მე დავკეცავ. კაი რაღაცა იყო, ეგეც გასაყიდად წავა, იმიტომ რომ საძილეთო მაგას მე ალბათ ცხოვრების ისეთი სტილი არ მაქვს, რომ საძილეთო მაგა ამაში მოვიხმარო. ასე რომ უნდა ეწვიოთ საიტს ან დაწეროთ კომენტარებში თუ გნებავთ ამის შეძენა. შემდეგი ეს არის ძალიან მძიმე ამანათი და ძალიან დიდი ალბათობით რამოდენიმე ნივთი დევს შიგნით. შეიძლება 3 ნივთიც იყოს, იმიტომ რომ რავი, ერთი არ მგონია იყოს ესეთი და ვნახოთ. ხო, რამოდენიმე ნივთი დევს შიგნით. და კაი ხა, არა. რამოდენიმე ნივთი არ დევს შიგნით. ყველა ერთი და იგივეა. ნუ საკუთარი პარკი უნდა დავაზიანო, იმიტომ რომ ძალიან სუათაა გადასკოჩილი. ორი ცალი რაღაც დევს შიგნით და რებია ვერგავიდე. აი ეს აწერია, რაღაცის გადასაფარებლები არის. აი ესეთი რაღაცა, რაღაცის გადასაფარებელია, ხახო უზარმაზარი რაღაცა არის. ზემოდან ეფარება რაღაცას წვიმის გარო დაიცვას. საკმაოდ კაი მატერიაა და ორი ცალია, ორი ცალი მოყვება, ერთი და იგივე ორი ცალია და ნუ ვიზუალურად მე აი ესეთი ხდება რა. 32, 37, 36-ზე არის. აი ესეთი რაღაცა არის ვიზუალურად, არ ვიცი ეს რა არის ნამდვილად, რაღაცის გადასაფარებელია. რაღაცას ედება ზემოდან ესე. სავარაუდოდ ეზოში გარეთ ანუ ვერანდაზე სკამები როცა დევს ისინი გვარ დასველდეს, ეხა ხო წინა უკან ვეღარ ბენინებ. სავარაუდოდ მაგის გადასაფარებლები, ანუ გეზოები, ვისაც აღეთ ამ მსგავსი პატარა სკამები, ვისაც უდგას, იმას უნდა გადააფარო წვიმის დროს, რომ აქეთ-იქით არ ათრიო. შემდეგი იყოს ეს, იმიტომ რომ რაღაცნაირია. რაღაც თლიანი მასა არის და აი ესეთი შიტინაზე რაღაცა ლოგოს უჯრას რაღაცა მომივიდა. აბავშვი რაღაც იქნება უეჭველი. არ ვიცი, გული მიგზნობს. ოჰო. აი ესეთი რაღაცა არის. და მე მგონი რაღაც ასაწყობია შიგნით. ბავშვის სათამაშოებია შიგნით. მოდი მე ამას ისე გამოვაზრობ, რომ არ გავხიო. და ვნახოთ შიგნით რა არის. აი ესე იხსნება. ვაიმე! ბავშვის სათამაშოებითაა გატენილი. აი ესეთი რაღაცა იწყება ბოლოს. აი ესეთი. საკმაოდ ხარისხიანი რაღაცაა. მოდი ახლა მე მას აღარ გავხსნი და აღარ გამოვიღებ. იმიტომ რომ მე ვეღარ დავკეცავ, დაწმუნებული ვარ. აი რაღაცა. ესეც სავარაუდოდ საიზი დაიდება, იმიტომ რომ ბავშვი არ ყავს. წერია კიდევაც, აი აქ. რა რამდენი ნივთი დევს შიგნით? 12 ცალი ესაა, 12 ცალი და ბოლოში აი ეს იწყობა. აი ესეთი რაღაცა იწყობა. ეს ქალაქივით იწყობა რა. ესეც მოდი დაბლა დავდოთ. უი, სულ ამავიცდა. დაბლაც მიდოს თუმცა გამოდენები ამანათი. მოდი გავხსნათ ეს. შედარებით პატარა ამანათია, დიდებში გავიყვანე, მაგრამ ნუ მაინც დიდში ითვლება. ბოტას ვხედავ, კაცის ბოტას ვხედავ, ნეტა რა არის? სუბუქი არა. სუბუქი ამათოს ვერ ვიტან. იოგის ის არის, ხა ბუხტი. ამას აღარ გავხსნი ახლა, იმიტომ რომ იოგის ბუხტი არის შენ ჩატენილი და გასაბერი იქნება შემდეგ. აი ესეთი ქალი გაზეთ ზის, ნახეთ. უბრალოდ კარგადაა დასკოჩილი, სავარჯიშო ბუხტია. აი რაღაცა. ესეც გასაყიდად, იმიტომ რომ არ ვარჯიშობდა, ეს სახში გავაბეგო, ვეღარ ვიბლი ალბათ. შემდეგი რა ვიცი, სუბუქია ეს. შედარებით სუბუქია და მოდი რაღაცა კაია. რაღაც ძალიან საყვარლობა ჩანს. პანდა ბაბლ რაღაცაო. ვახატია რომ ესეთი რაღაცები იდგმევა და მე ბუშტებს უშვებს და მოდი ვნახოთ რა არის. ეს უნდა გავხსნა უეჭველი. აბა ვნახოთ რა არის. ოჰო, რა არის ეს? რომხელო რაღაცაა ხალხო. ხო, ძალიან საინტერესო რაღაცა არის და ძალიან დიდია. აი ესეთი რაღაც მოწყობილობაა. შიგნით დამტენის მოყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ელემენტზეა. ფეხები მოყვება კიდე. აი, ფეხებს აღარ გავუკეთებ. როგორ მუშაობს, არ ვიცი. მოდი, აბა, ეს თუ იხსნება. ეს მოძრაობს ალბათ. ანუ როგორც მივხვდი, ბუშტებს უშვებს ეს, მოძრაობს ესე და ბუშტებს უშვებს, მაგრამ წების საიდან უნდა ჩავიდეს, ინსტრუქცია მოყვება და ვნახოთ. წყალი უნდა ჩაასხა აქ, მაგრამ საიდან ირთვება ისმის, აი, ჩართვა. აი ესე მოძრაობს და ბუშტებს უშვებს. ამ კნოპკას უნდა აიწერე მოტრიალებს. რაღაც ფესტივალზე ან დაბადების დღეზე ან სადმე საპნიან წყალს ჩაასხავთ სავარაუდოდ და უშვებს ბუშტებს. საპნიანი წყლის ბუშტებს. ეს ფეხები აქვს თავისი, დგება ამ ფეხებზე და ფუნქციები აქვს, ესე ტრიალებს კიდევაც. აქეთ იქიდან ტრიალებს და აი ხუთზე ახატია, როგორ ბუშტებს უშვებს, ნახეთ?
აი ესეთ ბუშტებს უშვებს. საფესტივალე, სადაბადების დღეო და მსგავსი გართობებისთვის არის ეს რაღაც. დამტენის მოყვება Type-C-ზე და ნუ ზიმეც არის და საკმაოდ კაი მოწყობილობა არის. ანუ ესეთ რაღაცებზე გიждები ისე მიყვარს ეს. კაი, ამას დავდება აქ. ესეც სავარაუდოდ გაიყიდება. ჩემს საიზზე შეგიძლიათ დაკარგული ამანათები წერტილი G-ზე შეამოწმოთ. დადებული თუ არის, ესე იგი ვყიდი. დაბადების დღეზე მე არ მგონია ეს გამოვიყენო ჩემთან, ასე რომ სავარაუდოდ გაყიდვაში გავუშვებ. ძალიან საყვარელი რაღაცა იყო, ესე ძალიან მომეწონა. წარმოიდგინე ეს რა ლამაზი იქნება ბუშტებს რო გამოუშვებს ლამაზად. ეხლა უბრალოდ რო გამეტესტა მე ვერა გავყიდიდი რა. ძალიან კაი რაღაცა იყო, ეს ძალიან გამისწორდა, ძალიან მაგარი ვეშია. შემდეგი ისეთი სუბუქი როგორ შეიძლება გაფრინდეს. ამაში წარმოუდგენა რა მაგ რა შეიძლება იდოს. ყველაზე ბანზი რაღაცა იდება ალბათ. ესეთი სუბუქი შეიძლება ცარიელი იყოს რაღაცა. აუ, კისრის დასაფიქსირებელი. მოტეხილი კისრის დასაფიქსირებელი. ნუ მოტეხილი კისერი ვისაც გაქვს? ოუ, შეფუთო თუ აქ იზოთლე. მაგარი რაღაცა. აი ესეთია, ესა. და აი ეს მოყვება. ნუ ერთი სიტყვით ღმერთს მაგ ყველას გაშოროთ და ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ აი ესე ჩადებთ და ესე აღზობკისას ესე აფიქსირებს ეს უკან. ნუ ექიმებმა და ამ სპეციფიკის ხალხმა უფრო იციან რა. აი ესეთი რაღაც არის. რაღაც ნაწილები მოყვება, საკმაოდ რბილია, საკმაოდ კაი ხარისხია. სიტყვით თვითონ ესოდინება, მე ვის მოიხმარს რა. ესეც საიძზე დაიდება სავარაუდოდ გასაყიდად. ან კომენტარებში დამიწერეთ ვინ შეიძლება. საიძზე უბრალოდ ფასებით ეწერება და ყველაფერი. თბილისში მიტანა უფასოა. სანამ შემდეგ ამანაც გავხსნე, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერი არის Georgian Time, ამანათების გადაზიდვის კომპანია, რომელსაც პოლონეთიდან საქართველოში მოაქვს ამანათები და საქართველოსთან პოლონეთში დააქვს ამანათები. მათი პოვნა შეგიძლიათ Facebook-ზე ესე, TikTok-ზე ესე. აღწერაში იქნება მათი ლინკები, გადადით, რაიმე შეკვეთა თუ გნებავთ ან რაიმეს გაგზავნა პოლონეთში, ან პოლონეთიდან გამოწერა და ეხმარებიან აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან მალე ჩამოდის, ძალიან კარგი ტარიფები აქვს. ბოლო ამანათები რაც ჩამომივიდა მე, 12 დღეში ჩამოვიდა. შემდეგი არის ეს. არ მინდა დაგასპოილეროთ, მაგრამ ხელზე ეთყობა, რომ რაღაცა ჩანთა. ეთყობა თვითონ რა. თქვენ შეატყობთ. სპოილერი კი იყო, მაგრამ მოდი ველოდოთ ჩანთას. შეიძლება სხვა რაღაცა აღმოჩნდეს. არ ყოფილა ჩანთა. ჩანთაში დევს უბრალოდ რაღაცა. ასე რომ სპოილერი არ გამართლდა. ჩანთაში დევს ალბათ ისევ ფარდა ან რაღაც ეგ. ძალიან დიდი რაღაცა არის. მე ხარ ვფიქრობ აი მას უკან რა ჩადებს. მოდი მაგის ამოვიღოთ მაინც. ეს კიდე ძილის სტომა რა არის, იმედი მაქვს. საძილო მაგრამ ეს არის საპიკნიკე ნაჭერი, რომელიც მიწაზე დააფინოს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ცოტა სქელია, უზარმაზარია, აი ესეთი რაღაცა, ესეც წავა გასაყიდად. ესეც საიძზე დაკარგული ამანათები წერტილი G შეგიძლიათ შეამოწმოთ. ამას ახლა მე უკან აქ ვეღარ ჩავადებ, მე ვიზავ იდოს აქ. თან კაგას მომნახა მე ინტერნეტში რა არის და ბოლო ამანათი, რომელიც სუბუქია, სუპერ სუბუქია, მაგრამ ძალიან სუბუქია და ვნახოთ ბოლო ამანათში გადევს დინამიკი. დიდი Bluetooth დინამიკი. Super bass speaker-ი. ნახოთ. რომ ხელა. სუბუქი რატო არის ეს? Super bass-ები თუ აქვს სუბუქი უნდა იყოს? კაი დიდი კი არის მეგობრებო. კაი დიდი. აი ესე გამოიყურება. დამტენი მოყვა. შიგნით აქვს. მეტი არაფერი არ მოყვება. ერთი შეხედო მეცახეზე როგორია. რა მახინჯია? ესეთი აქედან უნდა მენახებინოთ თქვენთვის. აი ესეთი. ნუ რაღაც შესაძლოა მიკროფონის შესაძლებელიც აქვს, კარტაც შედის USB on-off-ი, აბა ჩავთოთ. რა კაი ხმა აქვს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი ხმა აქვს. ეხლა დააკავშირებს ჩემი მეუღლე ტელეფონზე და ჩართავს რამე მუსიკას და განახევთ როგორია. მუსიკის ვიდეოს ვერ შევსვე, იმიტომ რომ მე იბლოკება ხოლმე ვიდეო, მაგრამ ბასები ქონდა ძალიან მაგარი. ანუ იმასთან შედარებით რაც ხელში მიჭირავს, სუპერ სუბუქია, აი ნახეთ როგორ მიჭირავს. აი ნეკათითიცაც დავიჭერ და ისეთი სუბუქია. ის სუპერ სუბუქი რაღაცა, მაგრამ ბასი აქვს ისეთი, გახეთქა ლამის ყველაფერი, თან ანათებს და ძალიან კაი რაღაცა არის. და ესეც დაიდება გასაყიდად ჩემს საიტზე. აი ისეთი სუბუქია, რომ აი ბავშვი ადაღებს ამას. სულ ეს იყო მეგობრებო, ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ, შემდეგი ვიდეო დაიდება ძალიან მალე. წარმატებები ყველასა.